ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის გზავნილებს აფასებენ პოლიტიკური პარტიები. ოპოზიციის განცხადებით ევროკავშირს სამწუხაროდ უწევს საუბარი იმაზე, შეუჩეროს თუ არა საქართველოს მოსახლეობას უვიზო მიმოსვლა. მათი თქმით, წლის ბოლომდე ამ კუთხით მძიმე გადაწყვეტილება იყოს მიღებული. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხში საქართველო პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებებს. ლუქსემბურგში სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხიც განიხილეს კაია კალასმა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესებას განაგრძობს. მისი თქმით, ევროკომისია მიმდინარე წლის ბოლომდე უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს და ახალი სავიზო რეგულაციების გათვალისწინებით უვიზო რეჟიმის გარკვეული ჯგუფებისთვის გაუქმებას განიხილავს. კაია კალასის თქმით, ევროკომისიას საქართველოსთან დაკავშირებით წარდგენილი აქვს სანქციების რამდენიმე ზომა, თუმცა ამ დროისთვის მათი მიღება ვერ ხერხდება, რადგან ევროკავშირის ზოგიერთი წევრი აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ უჭერს. ჩვენ არაერთხელ საუბრობთ, რომ მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართული ხალხის იზოლირება და დასჯა არ მომხდარიყო ივანიშვილის პანდის ქმედებების გამო. ამის შესახებ შექონდა მათ შორის ძალიან ინტენსიური შეხვედრები და ამ შეხვედრების შესახებ საუბრობდნენ ჩვენი პარტიის ლიდერები, ვინც მართავდნენ ბოლო თვეების მანძილზე ამ შეხვედრებს, საუბრობდნენ, რომ ერთ-ერთი თემა იყო ის, რომ დიახაც ჩვენ მოვითხოთ, რომ ქართული ხალხი არ დაზარალებულიყო და არ მომხდარიყო უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ამიტომაც ამ მიმართულებით ჩვენი პოზიცია იყო ძალიან ცხადი და საჯარო. ყველაზე მთავარი, რაც არის კიდევ დუმილი იმ ძალადობასთან მიმართებით, რომელიც არაერთხელ ვიხილეთ უკვე ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში, ხო? განსაკუთრებით 4 ოქტომბრის კიდევ ერთი გადატრიალების და ერწოდებული დამხობის ცდელობა. რა თქმა უნდა, ჩავარდა კიდევ ერთი შანტაჟის მცდელობა ამ ეგრეთ წოდებული ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების თემაზე, მაგრამ ყველაზე მთავარი რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ გუშინდელი, ესე ვთქვათ, შეხვედრიდან და შემდეგ განცხადებებიდან, ისევ და ისევ ის ხმამაღალი დუმილი, რომელსაც ვისმენთ ჩვენ ბრიუსელიდან, შემდეგ მათი წარმომადგენლობებიდან, აქ ჩვენ ქვეყანაში, კონკრეტული დიპლომატიური მისიების მოქმედებაში. და ხოლო მათ მხრიდან ხელდასმული ჯგუფები, ეს აგენტურული ჯგუფები რითი არიან დაკავებული, ამასაც ძალიან კარგად ხედავთ.